მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას ამბებს 7-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმები. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა გახდეს. დედოლარიზაციის პროცესი მარტივი არ არის. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. არის სხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია ფასი ლარში უნდა დასახელდეს. განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეზონანსისთვის მიცემულ ინტერვიუში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. რაც პასუხისმგებლიანი და არც ეკონომიკაში ჩაუხედავი ადამიანი არ შეინახავს ფულს ლარში. ლარი არაა სტაბილური, მათ შორის თქვენი არაკვალიფიციური ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ასე გამოეხმაურა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის საგარეო პოლიტიკური მდივანი მამუკა კუდავა. ის მთავრობას მოუწოდებს, რომ საზოგადოებას აჩვენოს ანგარიშები, რომელიც მხოლოდ ლარში აქვს გახსნილი. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით მთავრობა ლართან შეჩვევისკენ, რომ მოგვიწოდებ დედოლარიზაცია მართლა ასე ფიქრობ თუ ბძენ ხალხზე უფრო ბძენი გონია თავი. ან მთავრობამ გვაჩვენოს ანგარიშები, რომ მხოლოდ ლარში აქვს, ან მორჩნენ მუდმივად პოპულიზმს აცხადებს კუდავა. მოკლედ ხელისუფლებაში ქართული ოცნების მეოთხე წელი და ლარის გადასარჩენად გაკეთებული მოწოდებები ეროვნული პათეტიკით, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი თურმე ქართული ვალუტა უნდა იყოს. შევაფასოთ განვლილი 4 წელი და ვიმსჯელოთ ხალხის მოლოდინებსა და მდგომარეობაზე. ზუსტად მეოთხე წლის თავზე. უფრო სწორედ მეოთხე წლის ბოლოს. წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს ირაკლი ზარქუა, ირაკლი ყიფიანი და გიორგი გუგავა. მე მათ მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ გადაცემის სტუმრები. მე მინდა თქვენგან დავიწყო პირველ რიგში პასუხების მიღება. ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რამდენად კვალიფიციური, რამდენად ადეკვატური მთავრობა ყავს ქვეყნის მოსახლეობას შევაფასოთ ერთად განვლილი 4 წელი? კეთილი, უბრალოდ ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ რომ მონაწილეობთ. თემა საკმაოდ რთულია და მე გამიჭირდება რომ მოკლედ დროს ჩავეტიო, მაგრამ შევეცდები ძირითად საკითხებზე თავარი რაც 2012 წლის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას პრობლემა დახვდა, ის იყო არა ბიზნესი მხოლოდ, არამედ ადამიანის გადარჩენა გაჩნდა პირველი ამოცანა. ადამიანის, რომელიც წინა რეჟიმის გამო იყო დატუქსული, რომელიც იყო გადავლილი, რომელიც იყო სიღარიბის ღვარს დაბლა, ქვეყანა იყო ვალების ეკონომიკა ჰქონდა, ცხადე 9 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა ვალი დავალიანება საქართველოს 2012 წელს 15 მილიარდია. 13 მილიარდი სააკაშვილის დროს, ანუ 9 და პლუს შევარდნაძის დროინდელი უბრალოდ ლეიბორისტებმა უნდა იცოდეთ. 20 მილიარდია ამ ქვეყანას გადასახდელი. 24 მილიარდი. გაგა, მოდით ვაცადოთ ირაკლის და იცით რატომ მაყურებელმა რომ გაიგოს კარგად თითოეული თქვენგანის პოზიცია. აი ეს თემა ჰქონდათ. ლეიბორისტები ყოველთვის აცენილი არიან რეალობას და მე მესის მათი პათეტიკა. ნუ იწვევთ ხა თორე საშინელი უკო რეაქცია იცია ხოლმე ლეიბორისტები. 15 მილიარდია დოლარში ბატონო გუგა. უნდა იცოდეთ ეს თემატიკა. ისიც კარგად უნდა იცოდეთ, მაგრამ რახან კომპეტენციაზე ვლაპარაკობთ. ხო, არა, მე გიქხარ. მომსახურება ჭირდება იმას, პროცენტია გადასახდელი და საერთო ჯამში 10 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ უნდა გადაიხადოს 24 მილიარდი. ხო, აი აქამდე მიდიოთ ჩემი სათქმელი თქვენ თქვი, სწორედ თქვა. ამაში ვეთანხმები, იმიტომ რომ ამ ჩვენ რა ეს აღებული ვალები, აბადეთ ერთ წუთი, ეს აღებული ვალები ეკონომიკის განვითარებაში. ინფრასტრუქტურის შეიძლება არ შევაწყოთ ინფრასტრუქტურის შექმნაში გიაწესება მაპატი. აი გასქელებული ჩინოვნიკები რო ყავთ იმათ პრემიებში, დანამატებში, უცხოეთში ვიზიტებს და ჯიპების არმადებში გახარჯეს და ვალად და დაგვადეს ჩვენ და ჩვენ შვილი. თქვენ გექნებათ თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის დრო. ირაკლი სააკაშვილის რეჟიმს მაინც ვერ გავიგე, მაგრამ სხვა საკითხი. გავაგრძელოთ პასუხი. ის თლად კარგად ვერ ახართ ეხლა. ამ ბოლო დროს აირია ეს ხელისუფლება. ხო და ალაოდახართ მეგობრებო. დაუნდიფიქტეით. ხო და რისი თქმა მინდა ქალბატონი ინგა რომ ამ მომატყავს როგორც ჩანს. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი დააგროვა
სახელმწიფომ სააკაშვილის რეჟიმმა. დღეს ჩვენ სწორედ ის ლარის კურსი რომ მერყევს, სწორედ იმის გამო არის, რომ გაგდახტის აქტიურ ფაზაში ვართ. დაახლოებით 3 მილიარდ დოლარამდე გვა გადასახდა, ნაწილი გადახდილია, ნაწილი კიდეც უნდა გადავიხადოთ. ანუ ხდება რა, კერძო სექტორში ხდება კომერციული ბანკების მხრიდან შეძენა დოლარის და ეს ბუნებრივია რყევას იწვევს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ვალუტა, რომელიც არის თავისუფლად მცურად. ბატონი ირაკლი გამიგებს, იმიტომ რომ ის ეკონომისტია. გესმით და ამიტომ ის ლავირებს, როცა მოთხოვნა მიწოდების საფუძვლად, დოლარზე მოთხოვნა იმატებს, მაშინ ხდება დღეს სხვა შორის გამყარდა მცირედით ჩვენი ეროვნული ვალუტა. ეხლა რაც შეეხება დედოლარიზაციას, ეს უცილებლად უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ამის გარეშე არ გამოდის. როგორ უნდა მოხდეს მე გეტყვით. ჩემი თვალთახედვით არის ასე. როდესაც ადამიანს შემოსავალი აქვს ლარში, კეთილი უნდა ინებოს და უნდა გამოიტანოს სესხი ლარში. ვაიმე, მე მინდოდა ლარში და არ მომცეს და კრედიტი იძულებული გავხდი გამომეტანა დოლარში, მერე უწევ აირია კურსი და დღესაც არ ვიცი რამდენი სვიტი რესტრუქტურიზაციაც კი დამჭირდა, იმიტომ რომ ვეღარ ვფარავდი. მე მაგალითად მოვითხოვე და ავიღე ლარში. უფრო მეცაც გეტყვით, ჩემმა მეგობარმა, ნაცნობმა, უცხო ადამიანმა ლარში აიღეს სესხიც, ბიზნეს სესხიც. ანუ ეს შესაძლებელია. ჩვენ უნდა მოუწოდოთ ყველას, უბრალოდ ხომსა ჩემს თავს, რომ ლარი გახდეს აუცილებელი მიმოქცევისთვის. ლარში გავყიდოთ ის ავტომობილი, მაგრამ ისე არ გამოდის, რომ მხოლოდ მოსახლეობამ და მთავრობამ კიდე სხვა თქვათ მიმართულებით წაიყვანოს. არა, პირიქით, სახელმწიფო უნდა გახდეს მთავარი ამის, ასე თქვათ, მოკარნახე ამ პოლიტიკის, სახელმწიფო უნდა გახდეს მთავარი მიმანიშნებელი თუ როგორ შეიძლება ლარზე მოთხოვნა გაიზარდოს ქვეყანაში. თქვენ როცა ყიდულობთ, მე პირადად მაღაზიაში რო შევდივარ, არ ყიდულობ იმპორტირებულ პროდუქციას, იმიტომ რომ ის ემსახურება ჩვენ რო ლარს ვიხდით მაგაში, ხო იმპორტირებულ პროდუქციაში, ის მერე კონვერტირდება დოლარში და გადის ჩვენი ქვეყნიდან. ანუ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს და არა ქართულ ინტერესებს. ამიტომ ქართული პროდუქცია ვიყიდოთ, მეგობრებო. ოღონდ ამავე დროს სახელმწიფოს უნდა პოპულიზმი ხო არ არის ეს ხელისუფლების გუნდის მხრიდან, რატომ ეხავე გეტყვით ირაკლი, მე დაგიბრუნდებით. აი თქვენ ბძანეთ, რომ მაგალითად უნდა ავიღოთ ყველამ კრედიტი ლარში. გავყიდით მანქანას, უნდა გავყიდოთ ლარში. უკაცრავად, მაგრამ ლარში, როდესაც გაძლევს ბანკი კრედიტს, შენ არ იცი ზუსტად თვის ბოლოს რამდენი ლარი უნდა გადაიხადო მე ამ კრედიტში, იმიტომ რომ მაინც მიბმული ხარ დოლარზე. ხო, აი ხა ამიტომ არ ვარ სწორი. მესმის და ეს რო არ მოხდეს, რატო ხდება თქო რყევები, ამიტომ გითხარი. ეკონომიკის პრობლემებიდან არ არის გამომდინარე რყევები, რაც არის დღეს ეროვნული ვალუტის მიმართ. პირიქით, ჩვენ მაკროეკონომიკური პარამეტრები დაბალანსებულია შედარებით და ყოველ შემთხვევაში ამით არ არის გამოწვეული რყევები. ეს არის წმინდა ის საგარეო ვალი, რო გვაქვს კიდე გეუბნებით 9 წლიანი რეჟიმის დროს დაგროვილი ვალი, ხო, ამ შემთხვევაში დღეს აქტიური ფაზაა გადახდის და ამიტომ ხდება რომ კომერციული ბანკები ყიდულობენ ბაზრიდან ამოაქვთ ეს დოლარი და ბუნებრივია ეს მოთხოვნას იწვევს დოლარზე და შემდეგ ყევები მიდის. მადლობა, მე გადავალ ბატონ გაგასთან, შემდეგ ბატონ ირაკლი ყიფიანთან. რატომ გეღიმებათ გიორგი? იმდენი უტიფრობა მოვისმინე, ეს როგორც ჩანს საფირმო ნიშანია ოცნების, მათ წარმომადგენლების კორექტულობისკენ მოგიწოდეთ. რასაც თქვენ ამბობთ გასაკვირიც არ არის მაგრამ არასდროს დამასრულებელი. არა, ვერ დაგასრულებ კორექტულად ლაპარაკია. კორექტულობისკენ მოგიწოდეთ. იმდენი სისულელე ლაპარაკია. ხო და დამამთავრებია. 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 დამამთავრებია თუ შეიძლება მე ჩემს გამოვთქვა. გიორგი, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობ და განსხვავებული პოზიციების ადამიანების ხერხართ ახლა მაგიდის გარშემო და ნაკლებად ხმაურიანად რომ მივაწოდოთ. თუ შეიძლება, უნდა მივეჩიოთ აკადემიურად. დავამთავრებთ, აკადემიურად გიპასუხებთ, ტონალობაში არჩიეთ, გირჩევთ. ეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ უტიფრობას შეჩვენ, გასაკვირი არ არის. ნაციონალების ბუდეში არიან თავის დროზე დაჩეკილები და მათი საფირმადმო თავის დროზე დამამთავრებიეთ. არა, სულ სხვა თავის დროზე დამამთავრებიეთ. დაგაბრუნოთ. მათ ბუდეში არიან დაჩეკილები. ირაკლი იყურება შეშინებული, მე მგონი ასე დებატი. დაჩეკილები არიან და ეს უტიფრობა გასაკვირი არ არის. პირველი დავიწყოთ იმით, რაც გამოაცხადეს, რომ თურმე დედოლარიზაცია და საერთოდ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას. დოლარის გარეშე ცხოვრება შეჩვეულია და ლარის გარეშე ცხოვრება შეჩვეულია.
მე სანამ აქ წამოვიდოდი. თქვენი ლიდერი? წარმატებულ, სანამ წარმატებულ ქვეყანაზე დამამთავრებიეთ და გიპასუხებთ. ხო, აი სახლები რო აქვს, დამამთავრებიე თუშეთში. მრავალსართულიანი ლეიბორისტები. დამამთავრებიე და გიპასუხებთ. არა, მე გავაფრთხილებ ხა, კარგი. არასწორი ინფორმაცია არ უნდა ვთქვათ. კარგი, დავასრულებინო და მე შალვაზე. არც დოლარი არ აქვს და არც ლარი არ აქვს და შეაჩვეს მოსახლეობა ამით ყოფნა. სანაცვლოდ ეხლა ცინიკურიც იყო ეს და უტიფარი იყო იმ გაგებით, რომ როდესაც ნახავთ ხელისუფლების ანაბრებს, თქვენ ნახავთ, რომ დოლარით არის გაძიძგილის და კი, რამდენი თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თავად ეროვნული ბანკის მინისტრების, სხვა ჩინოვნიკების ანაბრები, მათი ანგარიშები მხოლოდ დოლარით არის გახსნილი და ამას მოუწოდებენ მოსახლეობას, რომელსაც ფული არ აქვს და მე მეცაც გეტყვით. დღეს სპეციალურად გადავამოწმე. ბანკის მოვალეთა რეესტრი გაზრდილია 200,000 ოჯახამდე. 200,000 ოჯახი ეს იმას ნიშნავს ბანკის მოვალეთა რეესტრი, როდესაც აღსრულებასაა გადაცემული საქმეები და როდესაც 200,000 ოჯახს ხვალზე ემუქრება ქუჩაში დარჩენა. იმის გამო რომ ვერ გადაიხადა კრედიტი, ვერ დაფარა ვალი და მათ ქონებას მალე ბანკები მაგრამ თუ ჩაიდებენ. გამოსავალი არის ეს, რასაც ხელისუფლება საუბრობს. კიდევ ერთი ცინიზმი, რაც განაცხადა აქ, რომ თურმე მოსახლეობას მოუწოდა, რომ შეიძინეთ ეროვნული პროდუქცია. დღეს რომ მაღაზიაში შეხვიდეთ, თქვენ ნახავთ, რომ უცხოეთში წარმოებული პროდუქციას მთლიანად აქვს დაკავებული სუპერმარკეტები, მაღაზიები, ბაზრები, მხოლოდ 15% არის ადგილობრივი წარმოების. საიდან შეიძეს? ქართული წარმოების პროდუქტი საიდან შეიძლება? მე მეცაც გეტყვით. ამ ბოლოხანს მე ოფიციალურ სტატისტიკას გეუბნებით. ოფიციალურ სტატისტიკას გეუბნებით და არა შუშის სასახლის ზღაპრებს, რომელსაც თქვენ ხვეპით. მე მეცაც გეტყვით. ძალიან გინდოდა ბოლო პერიოდში ფულზე აცქმუტებულები ოცნებაში მოიკითხეთ. იმიტომ ხარ შემოგვიყვანებები ფულს ელოდები და თქვენი ექსპერტობა დადის იმ მწვანე დოლარებზე, რომელსაც იგვინი გიხდით თქვენ. კარგი, კორექტულად რა, ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. ბოლო პერიოდში ჩატარდა უცხოური ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოკვლევა. სერიოზულ თემაზე გეუბნებით. მოსახლეობის 50%-ზე მეტი ვერ იღებს აუცილებელ საკვებს. რა შედის ამაში აუცილებელი კალორიები, რომელსაც შეიცავს ძის ნაწარმი, რომელსაც შეიცავს თევზის ნაწარმი, რომელსაც შეიცავს ხორცის ნაწარმი, ვერ იღებს. ეს რას ნიშნავს? რომ დეგრადირებას განიცდის ორგანიზმის შიმშილობს ის, განცემულია დაავადებებისა და დედოლარიზაცია და ამ დროზე დედოლარიზაციას გვიხსენებენ. მე მეცაც გეტყვი კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი. მოსახლეობის მესამედი ოფიციალური სტატისტიკით სიგატაკეში იმყოფება. ხოლო ფაქტობრივად მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიგატაკეში იმყოფება, რადგანაც სწორად დაანგარიშებული არ აქვს მათ სტატისტიკის დეპარტამენტს. ასეთ ქვეყანაზე ურცხვად გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს ქვეყანა არის წარმატებული, მოსახლეობა დაცულია თურმე და ასეთი ბედნიერი ეპოქა ქვეყანას არ ქონია. არც ცხვენია და არც წითლდებია. მადლობა ბატონო გიორგი რეპლიკისთვის მხოლოდ და ირაკლი ხიფიანთან გადავდივარ. ეხლა რატო არიან ივანიშვილზე გაბრაზებულები? იმიტომ რომ როცა ნათელაშვილმა ჩაწერა პირველ ნომრად, გახსოვთ თქვენ ეს ხო? წინას არჩევნოთ ერთ-ერთი არჩევნების წინ. მაშინ ბატონო ივანიშვილა ბუნებრივია ეხლა იციან შალიკო რას წარმოადგენს. მე უკვე უთითები რატოა თქვა. როდის ჩაწერა ნომერ პირველი ქავტინგა თქვენ არ გახსოვთ? პრემიერობა შესთავაზა. როდის ჩაწერა? კი, შესთავაზა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მაგ თქვენმა ნაკებმა ივანიშვილმა რა გააკეთა? ის 2007 უნდა თქვა. არა გათიქნება ყველაფერი. პრემიები გადაუხადა 2007 წელს იმ მოედანზე რო გვირთხამდე და რომლებიც იმედში შემოვიდნენ. არ მინდა ეს იმედის ხსენება. აი ამ კაცის მაგრამ ეხლა დღეს რომ მივა როგორ ჩანს? კიდე პრემიერს გამოუწევს დოლარებში. რეპლიკა მხოლოდ და ბატონ ირაკლისთან გადავდივარ. ვენეტაძეს და სხვა მინისტრებსაც ალბათ აქვს დოლარებში. კი, აი ჩვენ გვაქვს ხელქი. არა, ეს არც მიკურს, იმიტომ რომ ის ადამიანი მუშაობდა მთელი წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებში. არა, ჩვენ არ გვიკვირს ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ანუ აქ საუბარი რაზეა, იცით? უბრალოდ საინტერესოა ხო განცხადების საუბარი რაზეა, იცით? ანუ იმას, ვისაც აქვს შემოსავლები დოლარში,
იმას აქვს შესაძლებელია რომ აიღოს დოლარში. სხვა შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაც ეს იყო რომ ქადაგიძეს ეუბნებოდა რომ და ვისაც ლარში ხო ეს არის იმიტომ რომ პრობლემა ნაკლები შეექმნა გადავალ ამ კარგ ადამიანთან ეხლა რომ მეცა გვიზის სტუდიაში ირაკლი ყიფიანი პაატა ბურჭულაძის გუნდის სახელმწიფო ხალხისთვის მადლობა ბატონო ირაკლი რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად ადეკვატურია ეს დამოკიდებულება რაც თუნდაც დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ბოლო 2 დღეა ვისმენთ რასაც ხო ანუ დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ეს პრობლემა ახალი პრობლემა არ არის ეს პრობლემა უკვე წლების განმავლობაში არსებობს და მე უფრო მინდა აი გლობალურად შევხედო და ფუნდამენტურად ამ საკითხს თავისთავად ეს უკავშირდება სუსტ ეკონომიკას შესაბამისად ოდესაც ბიზნესი უპირატესობას ანიჭებს დოლარში დაუშვა ცეცხლის აღებას ანუ თქვენ ახსენეთ მე თავად დოლარში შეიძლება ხო იმიტომ ანიჭებს ზუსტად რომ დოლარში უფრო მეტად თვით რომ გარანტირებული ხართ იმისთვის ხო კი შესაბამისად თავარი პრობლემა აი წლების განმავლობაში ერთი არის რაღაც მოცემულ მომენტში ვეცადო დოლარიზაციის შემცირებას ქვეყანაში მაგრამ ფუნდამენტური პრობლემა ეს არის რომ ჩვენ ქვეყანაში არ არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა შემდეგი ამის მიზეზი როგორც ვალებთან დაკავშირებით დიახ შევეხები ნამდვილად ვალებს ჩემი პირადი ხედვაა და საერთოდ ეკონომიკების პირადი ხედვაც ესეთია რომ ვალის აღება ერთგვარი სტიმული არის ეკონომიკაში შემოტანის თუ ვალის შემდეგ ხდება მიზნობრივი დახარჯვა და ჩადება ინფრასტრუქტურულ პროექტებში და გრძელვადიან პროექტებში ეხლა მოდი ვისაუბროთ თუ ვალს იღებ იმიტომ რომ უბრალოდ წახვიდე და სოციალური პროექტები დააფინანსო თავისთავად ეს იწევს საბიუჯეტო წნეხს ეს იწევს ფისკალურ შოკებს ანუ აქ ნუ შევხედავთ ვალს როგორც ტრაგედიას მე ვინატრებ აი ბიზნესმენი აიღეთ ჩვეულებრივად ბანკში მიდის თავისი ბიზნესი რო გააფორთავოს ბანკში მიდის რომ აიღოს სესხი ვალი აიღოს ამისთვის მიდის ხო მაგრამ იმ ვალს რასაც იღებს არ მიდის და არ ხარჯავს თავისი სახლისთვის ავტომობილის შეძენაში ან თავის კეთილდღეობაში ბიზნესში ხარ სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალებს მე არ ვხედავ ცუდად და ვინატრებდი რომ ჩვენი ეკონომიკა ბიუჯეტი იმაზე სწრაფად იზრდებოდეს რომ მეტი ვალის დამატებით რესურსების აღება შეგვეძლოს რომ ჩადება მოვახერხოთ ინფრასტრუქტურა თუ შეიძლება ერთ ძალიან ერთ რამეს ვთქვათ უბრალოდ მე არ ჩავერთე თქვენს დისკუსიაში და ეს აკადემიური დისკუსია კარგია და ის და თავიდან ან ვალებთან დაკავშირებით ეს არის მე მინდა და აი თქვენი კითხვის მთავარი ხაზი იყო 4 წლის განმავლობაში შეჯამება გაგვეკეთებია რა სურათი არა ამაზე უნდა დავსვა შემდეგი კითხვა მაგრამ გნებო თქვენგან დავიწყოთ კი ბატონო 4 წელი სრულდება წინ არის არჩევნები 2 თვით ადრე გვეუბნებია რომ მანქანას რო გაყიდით ლარებში უნდა გაყიდოთ და სახს რო გაყიდით ლარებში უნდა გაყიდოთ არა ჩვენ ეს რომ მოხდეს ბატონი კარგად უნდა გავიკოთ სამწუხაროდ ეროვნულ ვალუტამ დაგროვის ფუნქცია ვერ შეიძლება არა მე გავიგე მაგრამ ეს მცდელობა არის რომ იქნებ რამენაირად სახელმწიფო და ეროვნულ ბანკთან ერთად ეს თავი ფუნქცია დაუბრუნოთ ეროვნულ ვალუტას მცდელობა მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ლარის რყევებიდან გამომდინარე ძალიან რთულია როდესაც შენ გაქვს ერთადერთი მანქანა სიტყვა ძალიან დავწვიმანდები ეხა და გაყიდო ლარში იმიტომ რომ მეორე დღეს გაიღვიძებ და შენ წარმოდგენა არ გაქვს რა შეიძლება ზარალი მიიღო ამის ეს არ არის რომ ხვალ ეხა ჩვენ ყველა ლარებში გავიგეთ მოდით გადავიდეთ მაშინ ბატონი ირაკლითი დავიწყებთ შევაჯამოთ 4 წელი ხელისუფლება რომელიც მოდიოდა ქვეყნის მართვის სათავეში და აცხადებდა რომ იქნებოდა ბევრად უფრო უკეთესი ცხოვრება აღარ ჩამოთვლი პირველი წელი მეორე მესამე ეხა უნდა იყოს მეოთხე საუკეთესო წელი გვაქვს ხო ნამდვილად არ გვაქვს და მე მინდა აი თუნდაც უკვე ბოლო მონაცემები ოქსფამმა გამოაკვირდა კვლევა ყოველი მე-7 ადამიანის სესხლით ყიდულობს საკვებს ხო ანუ თუნდაც ჩვენი ორგანიზაციის მოძრაობა სახელმწიფო ხალხის მიერ გასვლები რეგიონებში აშკარად თვალნათლივ ჩანს თუ როგორი სიდუხჭირია ქვეყანაში და ქვეყანაში მთავარი პრობლემა კვლავ უკავშირდება უმუშევრობას და კვლავ უკავშირდება სიღარიბეს ანუ ეს არის მოცემულობა მეორე არის ის რომ აი ძალიან ხშირად ოცნების მთავრობა აცხადებს რომ ქვეყანაში შემცირდა სიღარიბე მაგრამ მეორე მხრივ მეორე კუთხით რო შევხედოთ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მხოლოდ 11 თვის განმავლობაში გაზრდილი არის 140,000 ადამიანით ანუ ორი ურთიერთგამომრიცხავი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორი ურთიერთგამომრიცხავი შედარება მე მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა დღევანდელი თავარი გამოწვევა არის სწორედ რომ და ჩვენი ორგანიზაციისა თუნდაც პაატა ბურჭულაძის გუნდის თავარი მოტივაცია რატომაც მოვდივართ ხელისუფლებაში არის ქვეყანაში იმ რეფორმების ჯაჭვის გატარება რომელიც შექმნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და იმ სოციალური პაკეტის შექმნა რომელიც სიღარიბის იყო ნამდვილად ამოიღო ეხლა მოდი შევაჯამოთ ოპონენტებს რა კითხვები ექნებათ მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა თქვენ სოციალურ და ეკონომიკურ შეთავაზებებთან და ასე რომ ამაზე მექნება ცალკე კითხვა მაგრამ ეს თუ არ დავამთავრე დაასრულეთ კარგი და ბატონი ირაკლი და ბატონი გიორგი ეხლა დავიწყოთ იმ თავარი შეცდომები რაზე ვთქვი მოდი შეცდომებზე ვისაუბრებთ 4 წელი
4 წლის განმავლობაში ამ შედეგამდე რატომ მოვიდა? ეს ხო არის კითხვა. თუ კითხვაზე პასუხი არ გაგეცით, ანუ მაშინ დავიცადო ერთი უახლოში კი, გეტყვით. მაშინ ბიუჯეტის ფლანგოსთან დაკავშირებით მიგეთ. იმის მაგია რომ სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია ყოფილიყო ბიზნესის სტიმულირება, მთელ რიგ შემთხვევაში სახელმწიფოში მაგალითად 4 წლის განმავლობაში 8000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა IT-ში. ანუ ბიუროკრატია კიდევ უფრო იმაზე მეტად გაიზარდა, იმის მაგალითად რომ мотиваცია ყოფილიყო ბიუროკრატიის შემცირება. აი თუნდაც ავიღეთ, რატო ერევა სახელმწიფო და ქმნის თუნდაც ქუთაისის მერიის შემთხვევაში ქუთაისის პარკინგ სერვისი. ანუ სახელმწიფომ პირიქით რომ ფუნქციები გადაჭეს ბიზნესთან, მთელი რიგი ფუნქციები, თუნდაც ბაღის მენეჯმენტის ფუნქციები, თუნდაც ქუთაისის პარკინგ სერვისის ფუნქციები, საპირისპირო ვძღებულობთ რომ სახელმწიფო იმაზე მეტ ვალდებულებების აღებას აკეთებს, ვიდრე შეიძლება. თუნდაც შევხედოთ 2012-2015 წლის სიტუაციას. როდესაც ასეთი დიდი სიღარიბე გაქვს, ჩემი აზრით, დანაშაულებრივია შრომის ანაზღაურებების და 400 მილიონით. რო შევხედოთ, თუნდაც რო შევადაროთ, ეხლა 2012-2015 წლის ბიუჯეტში, ნაერთი ბიუჯეტი 400 მილიონი შრომის ანაზღაურებებია. და ბოლოს ხელისუფლების დღეს შენახვა, რო მოსახლეობას მინდა უთხრა, უჯდება 2.8 მილიარდი ლარი, როდესაც ეს არის კოლოსალურად დიდი და ყოველ წელს 2.8 მილიარდი ლარი და შესაბამისად ჩვენ როცა ვამბობთ აი სოციალურ პროექტებს შეეხეთ, რატო სახელმწიფო ხალხისათვის გვაქვს ეს ამბიცია. ეს ამბიცია გვაქვს, რომ ჩვენ არ მოვდივართ ხელისუფლებაში განსხვავებით, ბევრი სკარო ჯიბეები გავისკეთ. ძალიან საინტერესო რამ თქვა. ირაკლი 2.8 მილიარდი ლარი უჯდებაო ხელისუფლების შენახვა ქვეყანას. ბატონო ირაკლი, ეს იყო ის გუნდი, რომელიც მოდიოდა უამრავი დაპირებით, უფასო ფულით დაწყებული სამუშაო ადგილები და სიღარიბის მოსპობი და აღმოფხვით ქვეყანაში. გასაგებია, უბრალოდ რომ მომიცით რომ გიპასუხოთ. კი, გაძლევთ და შემდეგ ბატონი. პირველ ის რომ 2 მილიარდ 800 მილიონი კი არა, რაც ბატონმა ირაკლი. ეხა ის ოპოზიციის წარმომადგენელი ცდილობს რომ ყველაფერი ესე რომ წინასაარჩევნოთ რეალურად აქ შედის ის ჯარისკაცები, ის პატრული, ის ყველაფერი მთლიანად ერთ ადგილზე. კი, მაგრამ 57 მილიონი ამ თანხიდან ბოლო პერიოდში შედის კანცელარიის ხელფასებზე. შეიძლება კანცელარიაში ადამიანი მუშაობს დასაქმებული მთელი რეგიონალური პროექტები. შეიძლება დაზუსტება, შეიძლება ჩემი ბრალია რომ თქვენ ეს ვერ ახსენით ზუსტად. მე ვთქვი რომ ზოგადად ანუ თუნდაც ესეც შედის რა თქმა უნდა, მაგრამ 400 მილიონით არის დამატებით გაზრდილი ეს ხარჯები. ანუ 400 მილიონი უკვე კოლოსალური თანხა ხომ მეთანხმებით. ანუ იმისთვის რომ ხელფასი რა თქმა უნდა 1 მილიონის კოლოსალური როცა ისე იქნება. 400 მილიონი. აქ საუბარი ერაზეა რომ მე მესმის რაც ამბობ. უბრალოდ 2015 წლის შემდეგ მოხდა მთელი სამსახურების, მაშინ სატყეო მეურნეობების, რეინჯერების და შემდეგ შემოვიდა ცენტრალურ ბიუჯეტში და ამან გაზარდა. ამაზე მთელი კვლევები ქონდა ჩვენ. მათ შორის პატრულის ხელფასები გაიზარდა, არა მინისტრების, არა მისი მოადგილეების, არამედ თითოეულ ჩვეულებრივი ადამიანების, რიგითი ჯარისკაცების. 175 მილიონი არის ბიუროკრატიული ისა, მეტი არ არის. 175 მილიონი. აქ გამოდიან ცალკეული პარტიები და ლოზუნგი და რაღაც საზოგადოებრივ შეცდომაში რომ შეიყვანო, ამიტომ ცდილობ ყველაფერს კადრულობენ, რომ ოღონდ აი შევამცირებთ. რეალურად რო შეამცირებთ ბიუროკრატიული აპარატი არის 175 მილიონი. ხო, რომ გაერთიანო ეს სამინისტროები და ამ შემდეგ 9 გვაქვს ახლა რომ თქვა 3 დატოვა. 160 რაღაც ხონდა ვიღაცა ხონდა იმუშაოსა რა. 175 მილიონით არის რომ პირდებიან 300 ლარიან პენსიებს, პირდებიან თავრობის მოსახურების შეფასებაზეა საუბარი. აი ცუდი ანუ მე არ მინდა რომ მე მოგეცემა საშუალება რომ დააზუსტო. კი, ოღონდ ეს გაითვალისწინეთ რომ მაყურებელს არ დასჭირს შთაბეჭდილება რომ ეს ციფრები ცოტა სხვა თავრობის მომსახურებაზე ვაპელირებ და ეს რა საუბარი. ამიტომ ეს კიდე გეუბნებით და მიმართავ მოსახლეობას. მე ჯერ არ ვარ პოლიტიკური პარტიის წევრი. ეს ზამთრელობა, იმიტომ რომ საკმაოდ ისე ვარ. ჯერ არ ხარ. ხო, მე არ ვიცი ხვალზე. ეჭვი მაქვს რომ მომავალ პარლამენტში იქნებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ერთი პარტიის წევრი არ და მე ვცდილობ ვიყო ობიექტური. იმიტომ რომ ქართულ ოცნებასაც ჯერ პროგრამა უნდა წარმოადგინოს, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენ შევაჯეროთ და შევაფასოთ. მაგრამ რაც წარმოადგინეს, ერთნი ამბობენ, რომ აი გავაუქმოთ გადასახადები, მათ შორის თუ არც გირჩის ის ხო რეკომენდაცია თუ პროგრამა, ესე იგი 3 გადასახადი, მოგების გადასახადი, შემოსავლების საშემოსავლო გადასახადი და აქციის გავაუქმოთ, რომ ბიზნესი განვითარდესო და ეს იცით ეს 3 გადასახადი რას იძლევა 3 მილიარდ 700 მილიონ ლარს და რითი აპირებენ რომ ამ სოციალური პროგრამის დაფინანსება კაცი შულმარიცის და თქვენ გახსოვთ მაშინ კამათი ქონდა რომ პენსია დიდარ პენსიონერი ყოლია თურმე და დიდარ პენსიონერს არ უნდა მიცე რაც შეხება ბურჭულაძის პროექტს მაშინ უნდა ვთქვათ ეს უნდა გავხსნათ ხო საერთოდ მე მგონი უნდა დამთავრდეს ექსპერიმენტების დრო ამ ქვეყანაში ამ ექსპერიმენტებზე ათქმევინე ძალიან შეიძლება ცალკე უნდა დავსო ეს კითხვა და იმიტომ გვიტარებს თუ არა ბურჭულაძის გუნდი ექსპერიმენტს ან სხვები ამაზე ცალკე დაასწრებული მაშინ მე ვიცხოვრო დაასწრებული ბატონ გაგასთან უნდა გადავიდე რა გაკეთდა ის 4 წელიწადზე მაშინ ბატონი გაგას შემდეგ ვიტყვი კარგი გისმენთ თქვენ რა სიტყვით ბატონო ჩვენ კარგად გვახსოვს
2011 წლიდან 2012 წლამდე სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, დაპირებები იყო ასეთი. ამუშავდებოდა 100 მეტი ფაბრიკა, ქარხანა, დარიგდებოდა 177 გახსნილი. აი გრაგნილზე გაქვთ ხო ეს? შემიძლია მეილი გაქვთ, მეილი და სარგებლო. მეილი არა, წავიდეთ ერთად და მაჩვენეთ. დავიწყოთ სამეგრელოდან ვარ. სამეგრელოში ჩავიდეთ ერთად. ფაბრიკა, ქარხნები, მაჩვენეთ თქვენ სად არის 177. დაიმახსოვრეთ. ის არა 177. ის რა. ქარხანა, ფაბრიკა. ქარხანა, ფაბრიკას რას ეძახით? ქარხანა, ფაბრიკა. რას ნიშნავს? თქვენ როგორ წარმოგიდგენთ? ეს კითხეთ ივანიშვილს, რომელიც გამოდიოდა და კი არ პირდებოდა, რომ ერთი ძროხა გეყოლება და იმას საწარმო დაარქვიო. ამას არა. ფაბრიკა, ქარხნები გაიხსნებოდა და უმუშევრობის პრობლემა მოიხსნებოდა. ასევე პირდებოდა ტარიფების განახევრება. ამაზე კი მართალია. განახევრებულია ტარიფები, არ არის განახევრებული. ასევე პირდებოდა კარგი უფასო ფულს განახევრებული არ არის, მაგრამ შეფერებული ხო არის გარკვეულწილად. მცირე პროცენტიან თანხას სესხებს, რომელიც გაიცემოდა. კი, 3%-იანი ლარში თან. სესხები არის. ჩვენ რო დღეს მივიდეთ ბანკში 3%-იანი სესხები. თქვენ რომ მიხვდეთ არ მოგცემენ, იმიტომ რომ თქვენ პროგრამა უნდა წარადგინოთ, ეკონომიკური პროგრამა, ბიზნეს პროგრამა, ოღონდ კარგად დასაფუთებული და მოგცემენ. ნუ ყველ ზღვარს ცდება. მალე კონკრეტული გითხრათ ადამიანები ვიც აიღო? განახოთ? აქვე არის, უკრანში გავიდეთ. მეხსიერებასთან პრობლემა. შორს არ წაგიყო. ვინც აიღო ეს? გინდა დამთავრდა. არა, გინდა ჩამოგითვალო ვინ აიღო უპროცენტოს. აბა ხაზარაძემ რომელიც ბანკის ფლობელია და გახსნა სამტრედიაში სასათბურე მეურნეობა, ეს თანხა აიღო პაპაშვილმა, აი ეს ფული რომელიც გამოყოფილი არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უპროცენტოდ, ანუ ფარავს ბიუჯეტი საპროცენტო განაკვეთს, მისცეს თოფაძეს მისცეს მილიონ ოფიციალურ მილიარდელია უკვე თოფაძე, მისი კაპიტალი მილიარდზე მეტ შეადგენს, მისცეს სხვა ბანკირებს და ისეთ პირებს ვინც წარმოადგენენ მათი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ისინი ამ კრედიტებს მაპატიე დაპირდნენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ბანკის მოვალეები და რომლებსაც ემუქრებოდან ბილიდან გასახლება და მე გითხარით ციფრი 200,000-მდე არის იმ ოჯახების რაოდენობა, საერთო რიცხვი თუ გავითვალისწინებთ რომ 4 სულ შეადგენს საშუალო სტატისტიკით ერთი ოჯახი 800,000 ადამიანს ხვალ ქუჩაში შეიძლება ამოყოს თავი. ამავე დროს მოსახლეობას დაპირდნენ რომ მონოპოლიებს დაშლიდნენ. მთელი ამ ეკონომიკის უბედურება რა არის და ვერ მოგვარდება ტყუილი დაპირებებია, ვერანაირი სოციალური ვალდებულებებს ვერ შეასრულებს სახელმწიფო, ვერ პენსია გაიზრდება, ვერ სხვა ვალდებულებებს ვერ შეასრულებს თუ ის მონოპოლიები, რომლებიც გაბატონებულია დღეს ქვეყანაში, რომელიც ფლობს საბანკო სისტემას, რომელიც ფლობს ფარმაცევტიულ ბიზნესს, რომელიც ფლობს საკვე-პროდუქტების ბიზნესს, რომელიც ფლობს იმას რა ქვია საწვავის ბიზნესს, ენერგეტიკას, ესენი ყველა ხელისუფლებაშია მოყრილი. ისინი იმიტომ არიან ხელისუფლებაში ლობირება გააკეთოს საკუთარი ბიზნესის მაპატიეთ მონოპოლიების ამის გამო შეუძლებელია განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი და სანამ ეს მილიარდელები ეს მონოპოლისტები იქნებიან ხელისუფლებაში ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მოუწევს მონობაში ყოფნა. ამიტომ მიზეზი უნდა გავიგოთ რა არის და ამათი დავაზობთ ამაზე უკვე რეკლამის შემდეგ ბურჭულაძის გუნდის წარმომადგენლის და თქვენც ისაუბრებთ რას უპასუხებდით ბატონო ირაკლი? ანუ რაც შეპირდნენ ადამიანებს თითქმის არაფერი შესწოდა. არა, ნუ არ გამოდის ეს. განახევრებული ტარიფები, დასაქმება, ქარხნები, ფაბრიკები. მე იმედია მომეცემა საშუალება რომ ჩამოთვალო ის სიკეთეები რაც 2012 წელს შემდეგ. პირველი ეს არის რომ საყოველთაო ჯანდაცვა. ადამიანს როდესაც დიაგნოზს უსვამენ, იმას უკვე სასიკვდილოდ არ გზნობს თავს განწირულად. არც უწევს გაყიდვა თავისი სარჩო საბადებელის. ეს მნიშვნელოვანია. სწორედ 2,200,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მომსახურება და 96%, რომელიც კვლევა მე ჩატარდა ამ ორგანიზაციებს, ამ თქვათ ვინც მიიღო მომსახურება მათ შორის, ამ ადამიანებს შორის ყველა გაყოფილია. ამან სწორედ მოიტანა სწორედ ის რომ შესაძლებლობა მიეცა ქვეყანას რომ ის ეპატიის პროგრამა ამაზე დაეშენებინა და დღეს ადამიანები გადარჩნენ ჯანდაცვის ეს ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება მნიშვნელოვანი ეს არის ის რომ სოციალური მიმართულებით რომელიც 2012 წლამდე იყო დაახლოებით 1,400,000,000 ლარი 63%-ით გაიზარდა და ეხლა 2,300,000,000 ლარი არის სოციალური დაფინანსებული. გარდა ამისა ცალკეული
საქონელმოქმედო ფონდი შეიქმნა, რომელსაც 8 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა, სადაც 236 ბავშვი და ახალგაზრდა სიმცირე ან საშინელი დაავადებებით გადაარჩინა. გარდა ამის, ეხა ეკონომიკური მიმართულებით გადავიდეთ. 336 მილიონი დოლარის მობილიზება მოხერხდა პირველ კვარტალში. 44%-ით არის გაზრდილი ჩვენი ღვინის ექსპორტი გასაღების ბაზრებზე. ყველაზე არა ტყუილია მილიარდ უყურეთ ტყუილში ნუ დავადანაშაული. არა, იმიტომ რომ სტატისტიკა ჯეოსტატისტის არის მონაცემია. მე საკმაოდ ისეთი ღირსების ადამიანი ვარ, რომ ტყუილს არ ვიკადრებ, ცხოვრება მინდა გითხრა. არა, ვერა, იმიტომ რომ უყურეთ მილიარდ 500 მილიონი არის გუში ვიყავი გადაცემაში და გეუბნებით 4 და 10%-ამდე გვაქვს გატანა ღვინის 500 მილიონი არის ევროკავშირის მიმართულებით, მილიარდ 300 არის დსთ-ის სივრცეში. არ არის რუსეთის ბაზარზია ჯერჯერობით ბაზრის თითქმის 50% გამოკიდებული და ეს ბიძია თუ შეიძლება დამამთავრებია რაღა ძალიან მნიშვნელოვანი რა სახლეობას ვაწვდი ინფორმაციას. ექსპორტი გაიზარდა 44% წინა წელთან შედარებით. ძალიან ღრმად ჩავში. ოღონდ მე გინდა თუ შეიძლება ახლა შეფასება საშუალება ხო უნდა მომცეთ ინგა რაღაცა ხო უნდა ვთქვა. ჯანდაცვა ახლა რეფორმა შეფასდა პოზიტიური რეფორმა და ჯანდაცვის რეფორმა პოზიტიური რეფორმა არის ხო? პოზიტიური არის. ეხი წუთით უკაცრავად. გაძლევთ მაგისტვის სიტყვას. რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამს, რომ სიტყვა ხო უნდა მომცეთ, ჩემი წინადადება, როცა თავისუფალი დრო გექნებათ, გადაახვიეთ და გაზომეთ. მე ქრონომეტრას პროექტზე. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენ მიკონტროლებს, ასე რომ შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ არ გაძლევთ დროს, მაგრამ ზუსტად თანაბარი. მაშინ მომეცით საშუალება რომ რა თქმა უნდა. კი და თუ შეიძლება ძალიან ასე თქვა ექსპერტი. მოდი ესე მოვილაპარაკოთ. ერთი წუთი არ გაწყვეტინებთ, ერთი წუთი მერე გაგას არ ვაწყვეტინებთ. ძალიან დიდი მადლობა და საერთოდ სტანდარტი თუ დაინერგება ყველა გადაცემაში კარგია. ეხლა რაც შეეხება ჯანდაცვას და რატო არ არის ეს მიღწევა. 2012 წელს ყველაზე მოწყვლადი ფენა სოციალურად დაუცველები, პენსიონერები და ბავშვები სახელმწიფოს უკვე ყავდა დაზღვეული. სადაზღვეო პაკეტით. სახელმწიფომ რაქნა ფაქტიურად ახალმა ხელისუფლებამ შედარებით შეძლებული ფენა დაამატა ამ ჯგუფს და შეძლებული ფენის დაფინანსება დაიწყო. მე მუშაობდი თავად ამერიკის National Bureau of Economic Research, ნაციონალური ბიურო ეკონომიკის ინსტიტუტში, სადაც ამ საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტებს ვისწავლით და ზოგადად ის სეგმენტი, რაც დაამატა სახელმწიფომ ახალი შედარებით შეძლებული ფენა, საბოლოოდ იმ ხალხმა ხეირი ვერ ნახეს, ანუ ჯიბიდან გადახდილი ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება არ ქონდა. ამიტომ თავარი გამოწვევა დღესაც კვირიკაშვილი გამოვიდა და თქვა რომ საყოველთაო ჯანდაცვის თავარი გამოწვევა არის გავხადოთ მიზნობრივი და მეტად ფოკუსირებული. კი, დღეს ჩვენ ყავდა დავით სერგენკო და იგივე. გამოდის და სერგენკოს ამ მეთოდით კიდე რასაც ქვია სრულფასოვნად გახადო ის ყველაზე ღარიბზე ორიენტირებული გადააკეთეს. ანუ თქვენ შეიძლება ეთანხმებდო საყოველთაო ჯანდაცვა, კარგია, მაგრამ თვითონ ხელისუფლება აღარ ეთანხმება ამას, მოდის შევთანხმდეთ, თვითონ გამოდის და არა, დამთავრებული. თვითონ გამოდის, მაშინ თვითონ კვირიკაშვილი გამოდის და ამბობს, რომ უნდა გავხადოთ მიზნობრივი და ეგ არის ჩემი. მადლობა, თქვენ კი ასევე წუთს გაძლევთ და ვაკონტროლებთ. ჯანდაცვამ გაამართლა ამ ქვეყანაში არის სრული ბლეფი და გეტყვით რატო. ჯანდაცვა შედგება არა მხოლოდ ოპერაციებისაგან, ოპერაციების ნაწილს აფინანსებს სახელმწიფო და არასრულად, შედგება გამოკვლევებისაგან, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და შედგება პრეპარატებისაგან, მედიკამენტებისაგან, რომელიც ყველაზე ძვირი ღირს. არა მხოლოდ იმაში, რა ქვია, საქართველოში და ახლო სამეზობლოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში და ახლო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირი მედიკამენტები ღირს საქართველოში. აქედან გამომდინარე ის ხელმიუწვდომელია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის. დღეს საყოველთაო ჯანდაცვისათვის გამოყოფილი არის ბიუჯეტიდან 800 მილიონი. 800 მილიონი რო სწორად იხარჯებოდეს ქვეყანაში გაჭირვებულ მოქალაქეს წამის ფულიც ეკნებოდა, გამოკვლევებსაც ჩაიტარებდა, ოპერაციებსაც ჩაიტარებდა, მაგრამ ეს თანხა საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა სადაზღვეო კომპანიებს რატო ეძლევათ, იცით? ამ ფულის 800 მილიონის უდიდესი ნაწილი ტყდება და მიდის მაფიოზების ჯიბეში. მადლობა, ასევე ანუ არა, თუ მოდელი სხვანაირი, ანუ პატონს გონია რომ საყოველთაო ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სადაზღვევებს არა და სახელმწიფო ჰოსპიტალებსაც ნეტავ სადაზღვევებთან კონდეს კავშირი და ეს ბიზნესის ჩასულება თანაც მიდის და მადლობა. ეს არის ჩემი ორგანული სფერო, რაზეც მადლობა. ერთი წუთი ასევე ირაკლის პასუხისთვის, შემდეგ რეკლამის შემდეგ მინდა გთხოვოთ თქვენი შეთავაზებების შესახებ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, გაამართლა საყოველთაო ჯანდაცვამ, რა თქმა უნდა, მან გადაარჩინა უამრავი სიცოცხლეები, რა თქმა უნდა, არის დაფინანსება, არის
70, 80, 90%-იანი და 100%-იანი დაფინანსებები. მათ შორის არის მედიკამენტური ოპერაციამდე როცა ჭირდება რაღაც ხო? მედიკამენტური ანაზღაურებები, მაგრამ აქცენტი რაზე გააკეთეს და უბრალოდ ეთყო ვერ გაიგო ბატონმა. ანუ საუბარია რაზე რომ მიუხედავად ისა რომ მასშტაბური პროექტი არის გარკვეული ხარვეზები. ანუ საუბარია რომ ჩვენ იმ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს უკვე მედიკამენტური ანაზღაურებად გავუკეთებთ. ასევე საუბარია რომ რაც ირაკლი თქვა სწორედ თქვა რომ კერძო სექტორის ჩართულობა რო იყოს რომ ამით გამოთავისუფლდეს გარკვეულად თანხები ბოდიში და ვერტიკალები აკეთებენ. ანუ იმ მიზნობრივ ჯგუფებზე უფრო მეტი დაიხარჯოს. ამაზეა საუბარი ხალხო. ანუ ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი პროექტი, საუკუნის პროექტი, უბრალოდ შეცდომა არის ხარვეზები არის მაგრამ გამოსწორება. მადლობა. ამაზე საუბარი. ექიმთან ამ წუთში რომ მივიდეს პაციენტი, ჭირდებოდეს გასაუბრება მასთან, მინიმუმ კარებში უნდა გადაიხადოს 60 ლარი. რაც შეეხება C-ჰეპატიტის პროგრამას, აი თავად C-ჰეპატიტის პროგრამას თქვენ რატო იბრალეთ? ესა ამერიკელების კეთილი ნება, როდესაც გამოყვეს 100 მილიონი და აქ თქვენ დამსახურება, არაფერი არ არის. ცუდ საკეთეთ, სახელმწიფო არ აფინანსებს გამოკვლევას იმ ადამიანებისა, ვინც ამითი არის დაავადებული. დიდი მადლობა. რეკლამის დროა ეთერში, რეკლამის შემდეგ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების დაპირებებზე. თქვით რომ 2012-ის არჩევნების წინ გაცემული ბევრი დაპირებიდან ბევრი რამ ვერ შესრულდა, მაგალითად ეხლა ამ წამს რაც მახსენდება არის იგივე განახევრებული ტარიფები, თუმცა ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ რეკლამის შემდეგ ვიწყებთ ირაკლი ყიფიანით, რას გთავაზობენ პოლიტიკური ჯგუფები. სხვათა შორის ეს არის ძალიან საინტერესო არჩევნები, იმიტომ რომ თუ არ ვწდები, პირველად ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, ვინ რას გთავაზობს და არ არის არჩევნები ყველა ერთის წინააღმდეგ. ასე რომ ძალიან სერიოზულად უნდა გავიაროთ ყველა ეს დანაპირები, რამდენად არის რეალური. რამდენიმე წუთში ვართ პირდაპირ ეთერში, ხსნის ირაკლი ყიფიანი, შემდეგ ბატონი გიორგი გუგავა და ირაკლი ზარკოვა. შევაფასოთ მათი წარმოდგენილი პროგრამები.